სანდრო გამარჯობა. გამარჯობა ლაშა. დღეს კიდე არ ვყავს სიკო. დღეს ისევ მე ვარ. ისევ შენ ხარ და ისევ ძალიან ვიხარია რომ ხარ. არა. გამიხარდებოდა რომ ციკოც იყოს. რა თქმა უნდა. მაგრამ ციკო ყოველთვის აკლია. ციკო ყოველთვის აკლია, იმიტომ რომ თავის სილამაზეს, თავის ეშხს და თავის ხალურობას ზენს ჩვენს პოდკასტს, რომელიც ასეთია. და მე მგონი სტუმართან უნდა გადავინაცვლოთ და მე და შენ ჩემი აზრით ეხა გავჩუმდებით. და ჩვენ დაუთმობთ და საერთოდ წაგვართმევს ყველანაირ ლაპარაკის უფლებას მსახიობი და ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი. მადლობა მოწვევისათვის. მიხარია რომ აქ ვარ. რაღაცა კაი ვაიბებით ვარ და აკავრობა მასაკნა ეგ. ხო, განწყობა ეს ვაიბები და რაღაცა ასწორებს რა. კი, სხვათა შორის ვცდილობთ და ახსენებენ ხოლმე ჩვენი სტუმრებიც რომ რაღაცა ისეთი გარემოა რა. კი, რაღაც კარგად ხარ. სამეგობრო გარემოა რა. კარგად ხარ და გარეთ კაი ამინდია, მაგას გაასწორე. კი, ძლივს გამოვიდა ამინდები, ამდენი წვიმის მერე და გაასწორე ეგეც. ეს პოდკასტი რო გამოვა კაცმა არის ის რა ამინდები იქნება ისე მიდის რომ. ხო, ისე მიდის. აი, დროისათვის პირიქით შეიძლება ძალიან ცხელოდეს, იმიტომ რომ დრო არ მეგონი რომ ეს თავარი გარდატეხა მოხდეს და თან ეხა ისეთი ბოლო პერიოდში რაღაცა გლობალურად რაღაც ისეთი პრობლემები აქვს დედამიწას რომ ძალიან არაპროგნოზირებადი გახდა ყველაფერი, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით სულ მალე მგონია რომ აი უცბად ძალიან დაცხება. რაღაცა კონტრასტი, ძალიან დიდი კონტრასტი მგონია იქ. ძალიან ბევრი მეცნიერი მაგაზე ლაპარაკობს და მაგას გვიწინასწარ მეტყოლებენ. მაგრამ დღეს ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ძირითადად ჰოლივუდის ფილმებზე. ძირითადად ჰოლივუდზე რა ჭირს ამ ჰოლივუდს, რომ გაგვაგებინო შენ მაინც იქნებ შენი წოდე რამე ზარები თუ გაკმიღებული იქიდან და იცოდე რამე. კი, მირეკავენ ხოლმე. ციხიდან მირეკოს ფიდით. Yo, bro, you gotta help me, bro. ერედაჩები რაღაცა. I got my money for the lawyers, man. You gotta help me. We gotta bring back those parties, man. I know you love BIG, so please help me. არ აღიარებს ხო მე მგონი ამ ეტაპზე ყველა ჩემთან რა აქ დასამალე ხო შენთანაც არ აღიარებს ადვოკატებთან რაღაცებს ხო кейს აკეთებენ აჰა შენთანაც არ აღიარებს არა მე ხა მასთან უკვე ჩვენი მეგობრებად სამხრივი ეს მხოლოდ მისგან მე ჩაიხსენი ბოლოს მე აი მანამდე უბრალოდ ეჭვიც გამქონია რომ ამაზე სპასობდი თუ იყო ეს კაცი ხო არ ხარ შემთხვევით ხო არ ვიმეგობრებდით მანამდე მაგრამ მე რაც ნახე შოქში ჩემ თვალწინს მაო ჩემ თვალწინ გაზდილი კაცი აი ეს რა მოიდინა გომორე რა white party შენ სხვა ყოფილიყარ სხვათა შორის ჰოლივუდი და აგერ დიკაპრიო თურმე 24/7-ზე მანდ იყო ყველა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო white party-ს ხო ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ამოტივტივი არის ერთი-ორი ფოტო ლეო და ბევრი გარშემომის იცი რა ეგეც არის რომ ვიღაცები პროსტა მიდიოდნენ ფოტოსესიებისთვის იმიტომ რომ რაღაც ისეთი პრივილეგირებული ფარტი ხო იყო რა რამდენიმე წუთით შეირბენდნენ შეიძლება და მე მოდიოდნენ ეხა ყველა შეიძლება ეგ მიაწეროს რომ იქ მე რაღაც დარკრუმებში შედიოდნენ და ეგ თელ ფარტები ქონდათ ცალკე რა ხო ეხა დიკაპრიო რაში მონაწილეობდა ეგ ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ზოგადად ჰოლივუდის ასე ვთქვათ ბნელი ოთახები რომ ნამდვილად არსებობს ეგ ვიცით. ერთ 50 წელში მე მგონი ეხა მაგაზე გადაიღებენ ერთ 50 წელში აი ამ ისტორიებზე და რეალურად მოგვიყვებიან რა და დაახლოებით აი კუბრიკის Eyes Wide შატ მე მგონი Eyes Wide შატში არის ზუსტად ეგ მთელი ჟوان მოლია ზედე პარტი და იქ რო დგანან და ეს ტიპები ხო აუ რა ჯასტინ ბიბერო შემოყავდა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია და ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი არიან განუმეორებლები მან რა როგორი ლამაზი წყვილია ჯერ მან და ხო აი თან ძალიან ისეთია რა აი რაღაცა სხვანაირად გეხება რა მე ეგეთი წარმატებული ასე ვთქვათ გადმოტანი მასონებზე რამდენი რამე ხა გადაღებულა მსმენია და ასე შემდეგ მაგრამ აი აქ როგორც არის ენერგეტიკა გადმოტანილი რა შეიძლება იყოს ეგეთ სიტუაციებში და რაღაც ისე არის შესრულებული რომ მიყვარს მოკლედ ეგ ფილმი. ბევრი რაღაცა ეხმარება თან მაგას ის კოსტუმები და ისინი ძალიან სხვა გარემოს და სახეობები თამაშობენ. კი. ზოგადად მაინტერესებს აი ბოლოს რა ნახე ჰოლივუდის ფილმის, ჰოლივუდური ფილმი და აი რომელიც აი მოგეწონა რა. იმიტომ რომ მე ჩემი აზრით ეხა უცებ თქვა რა, რომ აი
ბოლო პერიოდში რაღაც ჰოლივუდის გადაღებული ფილმები, აი ერთნაირი პლასმასის ფილმები არის რა, აი რაღაც არაფერს შინაარს არ გიტოვებს, აი სუ პოპკორნის ფილმებზე არიან გადასულები, თითქოს რაღაც ყველა წუთზე მithumetes ეხა რო ახმოვანებთ მეც და სანდროც, აი იმენა დამუღამებული მაქვს, რომელ წუთზე რა მოხდება რა, ანუ აი რა ჟანრის ფილმს ვახმოვანებ, უყურებ და მე ვიცი ზუსტად რომ აი 20 ძალიან პროგნოზირებადია შემთხვევაში. ეგრევე ხო და აი რაღაც აღარაფერზე აღარ გაფიქრებს თითქოს იმის იქით არა აქვს რაღაც box office-ზე უფრო არიან კონცენტრირებულები და რაღაც ფულის იმაზე რა თითქოს ვიდრე იმაზე რომ რაღაც ღირებული შექმნა ჩემი აზრით რა. მან ერთი აი გადაცემა იყო სადაც სკორსეზე იყო, რომელდენიმე რეჟისორი იყო და იქ სკორსეზე საუბრობდა მაგაზე რომ ანუ კინოთეატრებმა დაბრიდაო რა ანუ და საავტორო ფილმების ნაკლებობა და ასე შემდეგ ანუ როდესაც ხო უკვე გამოდის ეს 4D-ში და 5D-ში უნდა ნახო და ასე შემდეგ და კინოთეატრები ესე განვითარდა ხო ნუ უმეტესობა ფილმი მართლა box office-ზე მუშაობს და იმაზე რომ აი როგორი იქნება აქ რა ანუ თქვა ამ ხრივ და გარკვეულწილად მაგრამ რა თქმა უნდა შექმნა იმიტომ რომ ადრე რაც იყო ახლა კლასიკურად რომ სახში შეგეძლო რაღაც DVD-ზე გეყიდა და წასულიყავი და საოჯახო გარემოში გენახა და რაღაცები იყიდებოდა ხო ალბათ რა ახლა ბიზნეს ნაწილს მე ნაკლებად ვიცნობ მთელი ჰოლივუდის რა მაგრამ რაღაცა ერთ-ერთ მიზეზად ეგეთ შეგვიძლია მოვიყვანოთ რაც შეეხება თქვენ კითხვას რომ ბოლოს რა ვნახე ისეთი რაც მომეწონა აი მიჭის კიდევაც გახსენება რა ეხა ერთ-ერთი ეხა ეგ ნამდვილად ახალი არ არის მაგრამ აი ვაუ რაზეც მქონია და რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე ოღონდ ის იმას არ ნიშნავს რომ ყოველ წელს რაღაცა ყველაზე საუკეთესო ფილმები ყველაფერი ვიცი და ყველაფერი საქმის კურსში ვარ მაგრამ ჩემზე იმოქმედა Dollars Buyers Club-ი როცა გამოვიდა მაშინ მქონდა რომ აუ როგორ გამიხარდა რომ აი ჰოლივუდში კიდევ ასეთი დონის ფილმები ასეთი დონის სახეობებთან თან ეგ ფილმი კიდევ ერთი მტკიცებულება იყო ჩემთვის მეტიუ მაკონაჰის გენიალურობის და მანამდე ტიპი მეზიზღებოდა და ვერ ვიტანდი სანამ რაღაცა უაზრო კომედიებში თამაშობდა და აი რომანებში და რაღაცა აი ათლარიან იმებში რა რაღაცა და რაღაცა დიდი აი პირიქით აი როგორც რიჩარდ გირი მეზიზღება ეგრე მე არ მევასებოდა ეს ტიპიც რა ანუ ორივეს ვერ ვიტანდი და უცებ ეს რო გააძრო და მე ინტერსტელარში თან ითამაშა Dollars Buyers Club-ი და Gentleman-ში ძალიან კარგი ანუ აი True Detective რა თქმა უნდა მეთქი რანაირად ეს ტიპი უცებ ესეთი როგორ გახდა რა ხო და ხო ალბათ აი Dollars Buyers Club-ი მე Green Book-იც რო Green Book-ი ქვია ხო მგონი ეგეც საკაიფო იყო კიდე ერთი ფილმი იყო სხვათა შორის ოსკარი მიიღო მაგის რეჟისორი აფრო-ამერიკელი არის Moonlight ძალიან გაასწორა მაჰერშალა ალი გიყვარს მოკლედ ხო ანუ ძალიან გამისწორდა ეგეც ხო და Green Book-ის მისია ხო და ნუ მოკლედ ხო ეხა შეგუქშიც თამაშობს მაგიტომ რომ ვერ ვიხსენებ მართლა ოღონდ მე ხა მაინც ოჯახური სიტუაციის გამო გადარბენების გამო შეიძლება ვერ ვასწრებდე ძალიან ბევრი რამის ნახოს ამიტომ მიჭის რომ ბოლომდე რაღაცა დიდ სურათში ვისაუბრო რომ აი ახლა თქვა რომ აი ტენდენცია ასეთია ისეთია მაგრამ პირადი გამოცდილებით ხო მგონია რომ რაღაცა გარკვეული კრიზისი არსებობს ჰოლივუდში და რეგრესი რა კი ფაქტია ეგ ნამდვილად ეხლა შეიძლება ფილმების ჩამოთვალე ეგ ნამდვილად და ნაღდად ის ფილმებია რომ ცოტა რო უყურებ მე მოკლედ ეგეთი ფილმები მევასება რა რომ აი რო უყურებ და მე რაღაცას ან მასწავლის ან დამაფიქრებს ან რაღაც იმის იქით შემახედებს და რაღაცას ისეთ თემას მოიტანს ჩემამდე ახლოს რაც შეიძლება ჩემ ცხოვრებაში არ ვერ გადავაწყდებოდი მაგრამ აი ძალიან ახლოს და რაღაც ღირებულ შეგმატებს რა დამიტოვებს და შემატებს რა და ეხლა ეგ ფილმები რაც შენ ჩამოთვალე ძირითადად ყველა ისეთ თემებზე არის რომ მართლა იგეთი რაღაცა გრჩება რა. მაგრამ ზოგადად ვამბობ რომ აი ხო კიდე ერთხელ განმეორდები, შენთვის როგორ არის ეგეც მაინტერესებს რა, იმიტომ რომ აი ბოლო პერიოდში მე მაგალითად მაგრა დამაკლდა, იმიტომ რომ ადრე ველოდებოდი ტრეილერები, პოსტერები რაღაცები რო იდებოდა, აი ველოდებოდი რომ აი ის მოლოდინი მქონდა, ვახ ეს რა იქნება და აი უჯდებოდი და მისწორდებოდა. აი ბოლო პერიოდში აი ვერ გამახსენდა, ერთადერთი გამისწორდა ძალიან მაგრად დიუნი, თავისი აი ამ ყველაფრით, ანუ პირველიც და მეორე ნაწილიც, მაგრამ ეგეც რაღაცა აი კლასიკაზე არ გადის, აი რაღაც ფენტეზია, უფრო რაღაცა არის, მაგრამ მაგარი გაკეთებული იყო ეს ვილნევმა უმაგრესად შეძლო. დენი ვილნევს აქვს ეგ ხო. კასტიანი ყველაფერი. ისეთ ნოლანის ყოველი ფილმი რომელიც გამოდის ჩემთვის არის აი თუ ეგეც თქვა შემიძლია მივათვალო ჰოლივუდში აი ჩემზე რამაც ზეგავლენა მოახდინა რა ნოლანი მაგიტომ მიყვარს რომ ანუ ძალიან სტაბილურად ყველა კარგი ფილმი აქვს რა რომელიღაცასთან შეიძლება მეტი ემოციური მაქონეს ადამიანს მაგრამ ხარისხობრივად რო ავიღოთ და რაღაცა მე მგონია რომ თავს არ ზოგავს რა ეხა აი შენ ემოციური მახსენ ეხა ტენეტი რო გამოვიდა მაგალითად
რო გითხრა რომ ჩამithრია და დიდად რაღაცა, აი ვერ ვიტყვი, მაგრამ აშკარად სერიოზული ნამუშევარია ეხლა რა. მაგრამ უფრო აი ოპენჰაიმერი ხო ყველასთვის ცნობილი ფიგურა, ყველასთვის ცნობილი ამბავია ერთი სიტყვით, მაგრამ ამ კაცმა თითქოს რაღაცა სხვანაირად დაგვანახა რა, აი თვითონ ოპენჰაიმერსაც ვაქ ინტერვიუ რა, მე ვარ ის კაცი ვინც ომებს დაამთავრებს რა. და აი ეგ ფრაზა გასდევს ამ თელ ფილმს რა, მე თუ მკითხავ, იმიტომ რომ ზუსტად აი ეგ მონაკვეთი დასაწყის და როგორ თქვა მაგ ოპენჰაიმერმა ეგ ფრაზა არის ეს ფილმი რა, საიდან რა დაიწყო, როგორ განვითარდა, რა გამოიარა, რა ფიქრები ქონა, რა პრობლემები შეეჩეხა და ბოლოს რა დასკვნამდე მივიდა რა, ეს ალბერტ აინშტაინთანაც რა აქვს სცენა და საოცრება გამოვიდა, მე თუ მკითხავ რა, აი ძალიან ფილმზე მახსოვს ჩვენ დუბლირება რო გავაკეთეთ იქ კინოთეატრებისთვის სერიოზული მუშაობა მიდიოდა, იმიტომ რომ ტექსტებიც ძალიან დიდი იყო და ეს პროცესი რა გახმოვანებდა. ხო, აი კიდე ხას უსვამს ნოლანის იმას რა, შრომის მოყარეობას რა, იმიტომ რომ ჩვენთან მახსოვს რომ მოწვევა გქონდა რეჟისორების, რომ შეხვედროდნენ ნოლანს და იქ გაევლოთ ყველაფერი, რომ დეტალურად აეხსნა ამ კაცს, რომ სპეციფიკა, რომ ავთენტურობა არ დაეკარგა არც ერთ ქვეყნის დუბლირებაში. რა და ეს იყო რავი ჩემთვის ეხლა გუშინ უყურებდი ზუსტად რომ YouTube-ზე იყვნენ მსახიობები ვისთანაც ნოლანს უმუშავია და აკეთებდნენ რაღაც კომენტარებს რა და თურმე სეტზე სკამს ვერ ნახავ ნოლანის გადასაღებ სეტზე ანუ არ არსებობს სკამი იმიტომ რომ სკამზე თუ ზიხარ არ მუშაობ ეგეთი შეხედული ტელეფონზე ხო ლაპარაკი ჩაიხედებით всё ქიმია დამთავრდა რა მორჩა იქ აღარ ხარ შენ იქ რა და ეს კიდე უფრო ახსნის ამ ნოლანის გენიალურობას და იმას რაც შენახსენე რომ ყველა ფილმში რაღაცა რევოლუციურს აკეთებს რა და თან ამასთანავე რატომაც ნოლანიც ანუ ის შემთხვევაა ჰანს სიმერთან როგორებიც უკვე არიან ანჯელო ბადალამენტი და დევიდ ლინჩი მაგალითად ნინო როტა და ხო და ან კუსტურიცა და თქვათ ის რა ქვია ბრეგოვიჩი და ასე შემდეგ რა ანუ მისი და ჰანს სიმერის დუეტიც ანუ ძალიან ისეთია რა ანუ რაღაც ეპოქალურია გამახსენდა ნუ აი იდეალურია და ფილმებშიც აი ზუსტად აი ინტერსტელარშიც და ინსეფშენშიც ან თუნდაც იგივე ოპენჰაიმერშიც ანუ როგორ არის რომ აი ოპენჰაიმერში რა ისინიც არის მაგალითად საუნდტრეკები ის მგონია რომ აი რაღაცა ბომბის არ კი მეტალის ის მოდის აი რაღაცნაირი ის რომ გეგონება ატომურ სადგურში ხარ ანუ აი ესეთი რაღაც ისე შემოდის ანუ რაღაცა იშვიათად მაგარი კომუნიკაცია და ქიმია აქვს რეჟისორსა და კომპოზიტორს ანუ აი მორის სახით რა და სხვათა შორის ერთხელ ყვებოდა ნოლანი რომ როცა უნდა ინტერსტელარის გადაღება ჯერ ფილმის სტრუქტურა და ზოგადად იდეა არსებობდა, მაგრამ ძალიან საწყის ფორმებში რა და ამ დროს იყო მისული, მაგრამ ნუ აზრი რაზეც უნდა გადაღებულიყო, ასე თქვა და თემატიკა იცოდა. და რომ მივიდა ჰანს სიმერთან უთხრა რომ იცი რა არისო, აი მუსიკა მე მამაშულზე მინდაო რა რაღაც და ნუ ამან რომ ეს და 5 წუთი დამჭირდაო ზუსტად და მე გააკეთა ეს იმპროვიზაცია ჰანს სიმერმა და ესე ნოლანი ფიქრობდა და ნუ აი ხა უკვე ვიცი რა არის ფილმის გულიო ხვდები და ანუ ეგ არის რა რეჟისორები ეგეთი დონის რეჟისორები არასდროს არ წამოიწყებენ რაღაცას თუ მათთან არ არის აი როგორც ფაზლივით ყველა ფერი თუ არ შეერთდა და აი ზუსტად მე ფაზლივით არ დაჯდა მანამდე არ წამოიწყებენ იმიტომ რომ საოცარი ხალხია ხო ეხა რა ხო ეს ინტერსტელარზე როგორც ვიცი ნოლანს სერიოზული კომუნიკაციები ჰქონდა თვითონ ამ ასტროფიზიკოსებთან და ფიზიკოსებთან იმიტომ რომ მაქსიმალურად მიმსგავსებული ყოფილიყო და იდენტური იმ ხომალდებზე და იმ ჩაცმულობაზე რაც რეალურად არსებობს და ფიზიკოსებთანაც ხო რომ აი ეს რაღაც დროის გასვლები რა რომ აი სხვა პლანეტაზე რომ რაღაც წამები აქ საათებს უდრის ეგენი საკაიფოდ ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელია აი მაგ ჟანრის ფანტასტიკებიდან მისი სცენარი იმიტომ რომ დაქირავებული ყავდა ერთ-ერთი ასტროფიზიკოსი. მე მაგ ასტროფიზიკოსთან ნილ დეგრასენი როა მაგას ჰქონდა საკმაოდ საინტერესო პოდკასტი და იქ საუბრობდნენ აი ნოლანის მიდგომებზეც რა. ხო და ანუ კი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რომ ყველაფერი ყოფილიყო გამართული მეცნიერულად და რაღაცა მინიმალურად იყოს შემოტანილი თქვათ რაღაცების შეიძლება გადაჭარბება ან ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან თანმიმდევრულია რა თვითონ სცენარი, იმიტომ რომ აი ასტროფიზიკოსი კაცი მონაწილეობდა და ძალიან ბევრი რამე სხვათა შორის ესე ერთი ნახვით გაჭირდება კიდევაც თუ მე რაღაცები არ მოისმინე და არ ნახე
და იმ მე მგონი იმ კაცს აქ წიგნი გამოშვებული, უბრალოდ არ მახსოვს იმ კაცის სახელი და გვარი და ისიც თუ წაიკითხე კიდე უფრო მეტად ხდები თქვა იქ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა, ამიტომ შავი ხვრელის ამბავი გახსოვს ეს ჯერ რო ნოლანმა გადაიღო შავი ხვრელი და მე ფოტოზე რო გამოჩნდა და ზუსტად რო ასახავს იმენ თავი და სკეპტიკურად უყურებდნენ რომ თქვა ვიზუალურად ის ხوارია მე სწორად დააყენეს ფოტო კი აი ზუსტად ისეთი ხდება როგორიც არის იქ რა ო ეგეც იმას მიუთითებს რომ ესე იგი ძალიან სიღრმისეულად ძალიან რაღაც ეტაპობრივად ძალიან ესე მიყვებოდა და ერთი დეტალი მინდა კიდე თქვა მეტი უმაკონეჰე აი ახლა ინტერსტელარზე ჩამოვადა გარკვეულწილად საუბარი აი ძალიან ცნობილი მომენტი არის სადაც ნუ აი ყველა ოსკაროსანი მსახიობი რა, ასე ვთქვათ, იცი ზუსტად რაღაცა მონოლოგი ფილმში ყოველთვის არის, აი რომ აი ამაში მიიღო რო იტყვიან რა, იმიტომ რომ ერთი კონკრეტული სცენა ძალიან ძლიერი და აი მეტი უმაკონაჰის ერთ-ერთი ყველაზე თუ ერთადერთი არა, ну ბევრი ქონდა, მაგრამ ეს ალბათ ტოპია რა, როცა ბრუნდება იმ პლანეტიდან, სადაც სხვა დროის ათვლაა და მოკლედ იმ პლანეტაზე გატარებული 2 საათის გამო ფაქტობრივად 23 წელი გაუცდა ტიპს და ხომალდზე რო ადიან ის ადამიანი ვინც დატოვეს მათთვის 2 საათით და იმისთვის 23 წლით ხდებათ უკვე დაბერებული რა და ამ დროს შემოდის და უნდა ნახოს დედამიწიდან გამოგზავნილი ვიდეოები საკულტო სცენა რა დაგროვდა 63 წლის განმავლობაში და წარმოიდგინე თვითონ 2 საათით იყო წასული და ამასობაში მთელი მის შვილები გაიზარდნენ შვილიშვილები ეყოლა და მთელი ამ და აი იქ როგორც თამაშობს სიტყვას არიღებს ოღონდ აი ხო სიტყვას არიღებს ხმას არიღებს და საოცრად ნათამაშები და არის ერთ თულში გაკეთებული. მართლა? ერთ ეგეთი ემოციური სცენები ძალიან რთულია და ამიტომ ძალიან უნდა გაგიჭირდეს და ძალიან ცუდია მოკლედ რაც უფრო მეტი დუბლია, მაგრამ ერთ დუბლში, იმიტომ რომ მისი მოთხოვნა იყო რომ ეს არ უნდა ქონდა და ნანახი, ანუ პირველად უყურებდა რეალურად იმას, რასაც უყურა იქ ჩანაწერს რა. ანუ ეს რეალური ემოციები გამოიწვია. ხო, აი მაქსიმალურად ეხა მაგარი რეჟისორი ეგ არის, რომ ყველაფრის თანხმედრას გააკეთებს და ამავე დროს სახიობში ეს საუკეთესო იმებს წამოწევს რა. ხო, მიდგომა იცის ვისთან როგორ იმუშაოს და ვის მოусმინოს და ვის არა რა ერთი სიტყვით რა. და ნოლანის ფილმები არის, აი ჩემთვის ეგ ფილმებია, ინსეფშენი ვნახე მე პირველად ნოლანის ფილმი და ჩემთვის აი ყველა ნოლანის ფილმი ეგეთი ფილმია, რომ ერთხელ ნახვა არ ყოფნის რა. ანუ მე აი პერიოდულად მართლა უბრუნდები ხოლმე და აი ვრთავ რა, იმიტომ რომ აი ინსეფშენსაც პირველად რო უყურე, სულ სხვანაირად უყურე, მეორედ სულ სხვანაირად, მესამედ კიდე სხვანაირად რა, აი უფრო და უფრო ახალ რაღაცებს იგებ და გძენს რა და ეგეთია დანარჩენი ყველა ეს ისიც ინტერსტელარიც და ოპენჰაიმერიც რა, აი სულ სხვა რაღაცებზე გიკეთებს თითქოს აქცენტს ყველა ნახვაზე, ყოველ ჯერზე. ზუსტად მაგაზე გამახსენდა, ეხა აი ბეტმენის ტრილოგია რო ავიღოთ რა, ბნელი რაინდის რა. ანუ ხო რამდენი სუპერგმირული ფილმი გამოვიდა და გამოდის და კიდე გამოვა. მაგრამ აი რა არის რაღაცა კონკრეტული რაც აი ყველას ძალიან მოგწონს რა ნოლანის ტრილოგიაში, რომ ეს არ არის ამბავი სუპერგმირზე რა, ეს არის ამბავი ადამიანზე რეალურად რა და ეგ სცენს ზუსტად მაგ ხიბლს რა, მაგ ფილმს რომ ადამიანებზეა ეს ამბავი და არა რაღაცა ღმერთის ფიგურაზე რა, რომელსაც ამით ყველაფერი შეუძლია რა და მე ცალკე კასტს რო თავი დავანებოთ გენიალურ კასტს მთელ ტრილოგიაში რაღაცნაირად ძალიან სიღრმისეულად ჩადის მაგ პერსონაჟში რა თან ბეტმენიც რო არ ქვია და დარკ ნაითი რო ქვია ეგეც რაღაცა იმას ძენს რა ხო არა თვითონ ჯერ მარტო ძალიან ბევრ რამეს ფარავს სხვათა შორის ჰიტლეჯერი ანუ იმ ხელა ბენეფისი მოიწყო ტიპმა რომ ანუ პირველი რაც გახსენდება ბეტმენზე ხა მე ყოველ შემთხვევაში ესე ვარ აი პირველი რაც მოხსენდება ეს არის ეგრევე ჯოკერი რა და თან თუ შევადარებთ აი ხა ტიმ ბარტონის იყო ხო როცა ჯეკ ნიკოლსონი თამაშობდა და მანდაც ტიმ ბარტონის ბეტმენი ერთ-ერთ საუკეთესო ბეტმენად ითვლება დღემდე იმიტომ რომ ნუ ახლა გასაგებია ცოტა სხვანაირად არის გაკეთებული გოთემია კლასიკად ითვლება ცოტა სხვა ამბავი აქ უფრო თანამედროვე ამბავი ეგ უფრო რაღაცა უფრო კომიქსის გოთემი არის რა აქეთ უფრო ნიუ-იორკი არის მოკლედ და აქაც ჯეკ ნიკოლსონი რაღაცა საოცრად თამაშობდა და ანუ მგონი ოსკარიც მიიღო მაგაში და მოკლედ ძალიან დიდი ჰაიპი ჰქონდა ხო ანუ აი ამაზე უკეთ როგორ უნდა ითამაშო თემა იყო საერთოდ ეხა ამ გამოწვევას რომ ჯერ ჰიტლეჯერის სახით იღებ რომ ჯეკ ნიკოლსონის თამასა მაინც ხონა დააკმაყოფილო არა და ძალიან დიდი საშიშროებაა რომ ისეთი თამასადებს რომ ნებისმიერი შენი თუნდაც კარგად ნათამაშები როლი მაინც გაუფასურდეს იმიტომ რომ აი იმასა აქვს ნათამაშები მიუხედავად ამისა ტიპმა გარისკა და ისეთი დონე დადო რომ ჯეკ ნიკოლსონი გამოვიდა და თქვა რომ ნუ შოქში ხო რა აი რა უნდა ვთქვა ანუ
მე არ მეგონაო თუ რაღაცა კიდე სხვა ლეველზე შესაძლებელი იყო ამ როლის ატანა და მოახერხა ეგ რა. ხოაკინ ფენიქსმა კიდე ჰით ლეჯერზე ის თქვა რომ რეალურად აი ჩემი მთელი ეს გამბედაობა რატომაც ვითამაშეს ჯოკერი და ინსპირაცია და რაღაცა ჰით ლეჯერს მიუძღვნა ფაქტიურად მისი მოპოვებული ჯარედ ლეტოს ჯოკერი იყო რაღაც საშინელი. ხო ის კოშმარი იყო, მაგრამ ფათაშორის აი ეგეც რეჟისორის დამსახურებაა რა, ნოლანზე რა ხომ საუბრობდით, რომ ჰით ლეჯერი ესე თამაშობს, იმიტომ რომ გამორიცხულია, რომ რეჟისორი თუ აი ძალიან მოწოდების სიმაღლეზე არ არის და ძალიან დიდი ნდობა თუ არა აქვს სახიობს და რეჟისორს აი ეგეთი რაღაცა დაიდოს, ეგეთი დონე ვერ დაიდება სხვანაირად. მარკ ჰემილის ჯოკერი უყვართ კიდე ძალიან, რომელიც ანიმაციაში გაახმოვანა რა. და იმის მერე მარკ ჰემილი, აი რა ვიცი რა, ჯერ ხო Star Wars-ი მერე ეს და ეს ჯოკერიც რაღაცა ისეთ პერსონაჟად მიიკუთვნა, რომ თავისი ის დადო რა ანიმაციაში. მან ხო კიდე უფრო რთულია, როცა ჯიხურში ხარ სადღაც და ჯოკერი შექმნა რა, მაგრამ ისე ხო ითამაშა, რომ დღემდე ძალიან უყვარს მაყურებელს რა. ნოლანი იღებს ოდისეას. ფათაშორის. ახალ ფილმს. ხო. და მე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ეხლა ოდისეა რაღაც ცოტა ფენტეზის ელემენტები ცოტა კი არა აქვს, მითოლოგია რაღაცა და ძალიან ველოდები, იმიტომ რომ ნოლანისგან რაღაცა ეგეთ ზღაპრულ ფენტეზ და მითოლოგიური მეებს არ ვართ ჩვეული და მაინტერესებს როგორ გამოუვა რა და მაგრამ იმ წარმატებით რასაც შეეჭიდა ეხა ეს ტიპი და როგორიც გამოუვიდა დიდი ალბათობით რაღაც კიდე ერთ საოცარ ფილმს ვიხილავთ დიდი ალბათობით. ხო, კასტი მეთ დეიმონი ყავს მე მგონი ოდისევსის როლში, ტომ ჰოლანდია ტელემაქე და მეთ დეიმონი რა მაგარი მსახიობია, რომ ეხა აი მასაკში კიდე ოდისევსი უნდა ითამაშოს. აი თან მისი გარეგნობის ადამიანმა აი რაღაცა, მაგრამ აი ეგეც აი მეთ დეიმონიც ალბათ ერთ-ერთი აი ეგეთი მსახიობი, რომელიც ალბათ ყველაზე სტაბილური მსახიობი. ანუ მაგის ჩაგდებული როლი მე არ მახსოვს. დედას მისავარ ეხა. ბევრი კაი მსახიობი, რომელიცაც თქვა სხვადასხვა მიზეზების გამო უთამაშიეს. აი მარლონ ბრანდო მაგალითად რა. მარლონ ბრანდო იყო საოცარი მსახიობი, ანუ აი ტოპ მსახიობი, მაგრამ იმის გამო რომ სვავდა და დრაგები ევასებოდა და ასე შემდეგ და მე კიდე თავისი რაღაცა ფილოსოფიური მიდგომები ქონდა და ეგ შამანებთან ერთად რაღაცა იმაში ხო და ასე შემდეგ და ინდიელი ძმებთან ერთად მისი ყოფნა, მაგრამ ქონდა მას კონტრასტული როლები, როდესაც იყო საუკეთესო და ანუ ყველაზე მაგარი ჰოლივუდში იმ დროს და მე შემდეგ სხვადასხვა პრობლემების გამო და რაც თქვი უკვე დისციპლინარული ძირითადად მე ქონდა კატასტროფული როლები. აი მე დეიმონი არის ერთ-ერთი ისეთი მსახიობი, რომელიც ნუ აი სტაბილურად სადაც არ უნდა მონაწილეობდეს, ყველგან კარგია. ანუ მე ყოველ შემთხვევაში მისი ჩაგდებული როლი არ მახსენდება. არა. მარსელიც ხო ნოლანის ფილმი ხო? არა, ნოლანის არა. ხო, მანდ არის კი. ხო, მარსელი თითქოს იმას ინტერსტელარის ვაიბს გიტოვებს და მაგ პონჩი შეიძლება იფიქრე, რომ ეს არის არა მარსელი, არ არის. ისე სერიალებში უფრო გამოდის, ხო, ალბათ რაღაცა თამბისტავი სერიალები მე რასაც ვაკვირდები, ვიდრე ფილმები რა. ანუ აი მე ბოლო დროს ეგრე ვამჩნევ, რომ უფრო ვიღაც რომ ამოსო, ბიჭო, რა მაგარი რაღაც ნახე და მე რომ უნდა გააგრძელოს, ძირითადად აგრძელებენ, რომ TV show და არა ფილმი. კი, ძალიან ბევრი და ძალიან ბევრი კინოკომპანია მეხა HBO თავიდან ბოლომდე თითქმის სულ TV show-ებზეა, Netflix-იც ეგრეა, ძალიან ბევრი Apple TV თუ Apple TV რამდენი TV გაიჩნდა. ხო, 1000 TV არის, მაგრამ Hulu მაგალითად და ძალიან სერიოზული ხარისხი იდება, მით უმეტეს ეხა ეგეთი A-კლასის მსახიობები, როგორებიც ეხა Meryl Streep მაგალითად HBO-ს Big Little Liars თამაშობდა, ანუ და Nicole Kidman-იც, ანუ ეგეთი მსახიობები არ ვართ შეჩვეულები ეხა რა TV show-ებში რა, მაგრამ ნელ-ნელა წამოიღო და უფრო სხვანაირადაც რეჟისორულადაც სხვანაირად დაიხვეწა, გადაღებაც სხვანაირად დაიხვეწა და დღეს უკვე ისეთ სერიალებს იღებენ, რომ ხატრული ღირებულება, ანუ არ ჩამოუვარდება არანაირად ეხა ფილმებისას რა. და მე ძალიან მომწონს ერთი ეგ მიმართულება Netflix-ის, აი გასართობი რაღაც უცნაური სერიალებია. მაგალითად, როგორც არის Squid Game-ი რა, ანუ აი რაღაც ისეთი ჩამთრევი რა, ეხა რაღაც დიდი შეიძლება აზრი და ის ვერ გამოიტანო მაქედან რაღაც, მაგრამ აი სიუჟეტი თვითონ ისეთია, რომ პირველივე წამებიდანვე მაგრად გითხრევს. სწორი შეფასება ეგ არის, რომ არის სერიალია, რომ აი შეიძლება მთელი ღამე გაათენო და გავათენე კიდევაც. გავათენე და თან არის იცი რომ ანუ რეალურად ხვდები, რომ არის აი
რო ეძახდნენ სემიჩკას რო ეძახდნენ აღარაფერი არ არის იმდენი ხაია ჯერ სცენარში და იმდენი რაღაცა არის აი აბსოლუტურად საერთოდ არანაირი კავშირი რო არ არის ერთმანეთთან რაღაცეები ნუ ზედმეტად გადაჭარბებული და ასე შემდეგ მაგრამ მიუხედავად ამისა მაგ ფილმს რო უყურე აი ვიძახი არ მერიდება რამოდენიმეჯერ მაგრად ვიბღავლე იმდენად შეხვედი გოგო ეთქვის რომ კანარა კატიამატარა რო ეთქვის ანუ მადლობა რომ მეთამაშეო და ტიტრად დავადებთ შენ რაღაცა ხო ტიტრად მადლობა რომ მეთამაშე ეგრე და მე ვფიქრობ რომ აი ეგ სერიალების აღზევება ასე ვთქვათ რა უფრო გამოიწვია რაღაც სოციალური ქსელების იმანაც რა რომ ვიდეოს უყურებ მოკლე ვიდეოს და სკროლავ და რაღაც სერიებიც თითქოს ეგრე 40 წუთი უყურებ მე შემდეგ სერიას ჩართავ 40 წუთი უყურებ შემდეგ სერიას ფილმზე ხა ოპენჰაიმერი თუ ავატარი იყო 3 საათიანი თუ რაღაცა მაგაზე იყო ძალიან დიდი რო ამბავია და ტუალეტში გვინდა გასვლა ხალხს და რაღაცა ეგეთი რა რო ანუ ხა იმასაც გააჩნია რა ხდება ფილმში იმიტომ რომ მაგალითად ბეჭდების ბრძანებელზე მარტო ერთ ხელი იყო რომ ერთ სერიაზე მქონდა განცდა რომ კაი გენდალფი რო გაწელილობაც კი არ იყო პრობლემა აი კონკრეტული ერთი კადრი იყო იმდენ ხანს რომ აღარ დამთავრდა რომ აი პროსტა გაგვეცინა ყველას ვინც ვიყავით იქ იმიტომ რომ აი ის რო არის ფროდო რო გაიღვიძებს და ყველა სათითაოდ რო შემოდის სიხაროლით ხო ერთი და იგივე slow motion-ით არის და ნუ აი აღარ დამთავრდა არადროს ინდური ფილმის რაღაცა კლასს ჟანრში მასაკნეს რა და დანარჩენს რაც შეეხება ყველგან არასდროს რავი 3 საათიანებიც არის და მეტი იყო მე მგონი არ მომწყენია მაგრამ ავატარში გეთანხმები რომ მეც ცოტა აი გაწერილად როგორც პედრო ალმოდოვარი იტყოდა თუ ერთხელ მაინც დაიხედა საათზე აყურებელმა იქ დამთავრდა ყველაფერი თითქოს ძალიან უნდა ჩაედო ეს თელი თავისი ისინი თან ამდენი ერთად ხომ მუშაობს ეგ 4-ვე ფილმზე ერთად მუშაობს როგორც თუ 3-ზე ჯეიმს კამერონზე ამბობ ხო კამერონზე ამბობ ხო ანუ 3 ხომ და გამოვიდეს არა პიტერ ჯექსონის არის მგონი იქ არა ჯეიმს კამერონის არის ავატარი ავატარი ტელევიზიონებელი პიტერ ჯექსონის ხო ავატარი კამერონისა ხო და ანუ იმდენად უნდა რომ რაღაცა მაქსიმალური რაღაცეს თავისთან ეხა რაც უფრო გავიდა წლები ეხა პირველი ავატარის მერე რამდენი წელი გავიდა აღარც მახსოვს ხო და უფრო განვითარდა ეს 2009-ში გამოვიდა მეტი ხო 15 გავიდა და კი ხო არა მახსოვს იმიტომ რომ პირველად ეგ 3D იყო მე მგონი ერთ-ერთი ხო მე ვნახე 3D-ში კი ერთ-ერთი პირველი იყო თეატრში და ეს იყოს იგიჟე რომ იქ გამოდიოდა ფერებია და რაღაცა და ნუ და ეგ ჩააჭირა რა ეხა სხვა იმაშიც კიდე უფრო სერიალებიდან ეგეთ ჟანრში ფანტასტიკაზე თუ საუბრობთ არის რამოდენიმე სერიალი მომეწონა ერთი არის რა ქვია შავი მატერია black matter ქვია მეორე არის შავი მატერია და three body problem სერიოზული ეგ მე მგონი ძალიან გაასწორა Game of Thrones-ის კამანდა იღებს მაგას სახეობიც არიან კი ძალიან სერიოზული ნამუშევარია Netflix-ის ძალიან გაასწორა ნუ ეხა ჩინური რამოდენიმე სერია ვნახე ჩინურად რა იმიტომ რომ მაინც როგორც ის ამაკიცის დაბეჭდილება რომ აი ჩინური გონია რომ წიგნივით არის რა ანუ დაახლოებით 30 სერია თუ რაღაცა და ჩინელებს სალკე აქვს ჩინელებს სალკე ჩინური ჯერ ჩინური იყო რა და მე გააკეთა Netflix-მა რა ჯერ იმად გადაიღეს მე ამათ იმათი ბევრად უფრო ცელია, უფრო დიდია და ნუ ეხა მეტი ინფორმაცია რა იქ და აქ ცოტა სხვანაირადაც არის რაღაცები, მაგრამ ერთი წამითაც ეგ იმას არ ნიშნავს რომ უყურებდი, აუ მეთქი, აი ესე ვიყავი, აი ძალიან ჭირდა მეც რა, რაც განსხვავებულია რა ეხა უცხო პლანეტელებზე რამდენი რაღაც გვინახავს, მაგრამ ეს ძალიან ახლოს არის თითქოს რეალობასთან, რომ აი ეს შეიძლება რომ მოხდეს რა, სიტყვა კომუნიკაცია თუნდაც გოგოს რო აქვს რომ კოდური მას რომ მისწერენ რა უცხო პლანეტელები რომ მეო ისა ვარო პაციფისტი ვარო და არ მოიწერო რა კაროჩეო თორე დაგენძრევათო რა თელ პლანეტასო თავი დაგვანებეთო და ეს გოგო ხო ეს გოგო ცხოვრებაზე გამწარებული ისე მართლად აი შენზე არის დამოკიდებული ყველაფერი და რა მაინც გაბედე დააჭირე და იქიდან სხვა პლანეტიდან გეუნებიან რომ ტრაკი დააყენეთ თავი დაგვანე მაგრა გაგიმართეთ რომ მე ვიზივარ კომპიუტერთან ზუსტად აქ თუ სხვები დაჭდებიან ჩამოვა და მაინც დააჭირე აბა
ხო, აი კიდე ცალკე ფილოსოფიაა რა, რომ არ აქვს კაცობრიობის იმედი ამ გოგოს რა. ნუ ამ გოგოს ისეთი ტრამვები ქონდა და ისეთი გადაიტანა და ადამიანებში მხოლოდ ცუდი და ანგარება და უბედურება ნახა, რომ გადაწყვიტა, რომ მეორედ მოსვლა უნდა მოეწყო კაცობრიობისთვის. ეს არის ჩვენი ხსნა იდეაში, რომ ეგრე გადაწყვიტა. ბიბლიურად როგორც არის მანახე ერთი ადამიანზე რომ ჩამოვა ბოლოს, ერთი ადამიანი მანახეო, ვის გამოც ხისო რომ შევინარჩუნო ეს, რომ იმასაც რო ვეღარ ანახებს და ეგრე უყურებდა ეს ქალიც შესაბამისად, ხო. მაგრამ კაი ფილმია რა, ანუ აი კაი სანახავია, თუ კაი აი ეგეთი რაღაცა ჟანრის ფილმები გევასებათ, სამეცნიერო ფანტასტიკა და ასე შემდეგ, ну ძალიან კარგია რა, მე ყოველ შემთხვევაში ველოდები ახლა რომ შემდეგი სეზონი გამოვიდეს. ხოთა შორის Squid Games-ის მეორე სეზონსაც ველოდები და ამის მეორე სეზონსაც და Squid Games-ის მესამეს. ხო, მესამეს პლუსში ხო და ზაფხულში გამოდის. შავი მატერია კიდე კარგი სანახავია ძალიან ასევე, არ არის 8 სეზონი, არის თუ არ ვწდები მე მგონი 1 სეზონია საერთოდ, 10 სერიაა და ეგეც ძალიან გაგისწორდებათ რა. Love, Death and Robots გააქნა ნახე? Netflix-ის. ეგ არის საოცარი ანთოლოგია რა. აი ანიმაციაც თუ გიყვარს და ხო აი შავი სარკე Black Mirror-ი. Black Mirror-ის რომელი სეზონი მაქვს ნანახი არც მაქვს, მე მგონი პირველი 2 თუ პირველი 3. იმის მე ნანახი. აი დაახლოებით ეგეთ სტილშია, ოღონდ ანიმაციურ სტილში არის და ყველა ანიმაციას ცალკე თავისი სტილი აქვს რა და აი თელეგულით გირჩევ რომ აუცილებლად ნახე და პატარა სერიალია. Love, Death and Robots, სიყვარული, სიკვდილი და რობოტები რა. Netflix-ის სერიალია, ეგეც პატარა სერიები აქვს, ზოგი 10. გუშინ გამოვიდა ახალი სეზონი 15-ში კი. ეგ გამოვიდა. მე რამდენი სეზონი? მე 4. თუ მე 4. მე მგონი მე 4. სწორად მახსოვს რა. მაგრამ პატარებია რა. აი Game of Thrones-ის ასწავია რო ახსენე, ჩერნობილიც. ანუ ბევრი არის ვინც იქ თამაშობდა და მე აქ თამაშობს, მე მგონი ხო, რეჟისორების ნაწილის მან მაგას აკეთებდნენ რა. ჩერნობილი ერთ-ერთი რა ვიცი, აი ისეთი ის არის რა ქვია. ჯერ ძალიან მიყვარს ახლა, ნუ საოცრად გადაღებულია და რა მაგრა გზნობენ მან რუსეთის ამბავს. ანუ აი თვითონ სახლებიც კი როგორც არის გადაღებული, აი კატა როგორი იყო და როგორი ხალიჩა იყო, გაფენილი გირვებიანი ხალიჩა როა და რაღაცა ის ძველებური კარებები რო იყო რა, რაღაცა თითქოს ღილები რო აქვს. სამზარეულოს ინვენტარი და რაღაც კოპლებიანი სხვაბები და რაღაცები იდენტური. ტიპაჟებიც ეხა რო უყურებდი და რაღაცა გორბაჩოვთან რო იკრიბებიან, აი პერსონაჟებიდან გზნობდი რომ ტრაინოი ადიკალონის არომატი იმდენად დამაჯერებელი იყო და მაგას მოხერხება უნდა რომ ბრიტანელები არიან და ისე გადმოსეს და ისე გააკეთეს რომ აი მე თქვი რა ვიცი, მაგ ის საბჭოთთან ეხა 53 წლის ვარ, 91-ში დავიბადე, ანუ 7-ში და 88-ში მივდიოდი სკოლაში, იმითი რა ქვია 25 მანეთი ყიდა თვეში და მე პაზიკით ადიოდი ხოლმე ზემოთ. და ჩვეულებრივი სკოლის ფორმა მეცვა რა, ეგრე კი არ არის, ანუ მაგ დროს მოვესწარი, ამიტომ ვიცი რასაც ბაზრობ, როცა ვამბობ, რომ ძალიან დამაჯერებლად გადაიღეს. ამიტომ დაუჯერეთ ილოს და ვისაც არ გაქვთ ნანახი უყურეთ. აი HBO-ს აქვს ეგრაც Netflix არ აქვს რა. Netflix ცოტა ზედაპირზე არის ხოლმე მაინც რა, მაგრამ HBO ძალიან სიღრმეებში ჩადის და ყველანაირ დეტალს ყურადღებას აქვს. ქართველი პერსონაჟიც ხო ყავდა მან იმაში ჩერნობილში. ქართველი ტიპი იყო ერთ-ერთი ვინც ეხმარებოდა გვარს ქართულსაც ამბობდნენ კი და ისტორიულადაც ანუ რეალურადაც ეგრეა იყო ქართველი მან და ძალიან დიდი როლი შეასრულა მაგ მერე დამუშავება და კონსერვების ამბავში საბჭოთა კავშირში გინდა ტრაგიკული ამბავი ხდებოდეს გინდა სოფლიო ომის მოგება იყოს ქართველის გვარი ყველგან ეგია კარგშიც და იმაში ყველგან არის და ისე სხვათა შორის HBO-ს ძალიან დიდ პატივს მე კიდე იმით დავცემ რომ სობრანოს კლანი არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სერიალი. ნუ აი როგორ გითხარით, ჩემი top 5 ნახდად არის რა, იმიტომ რომ ნუ აი საოცრად დღემდე თვლი რომ ერთ-ერთი აი ყველაზე კარგად გაკეთებული, ყველაზე წარმატებული, ძალიან მაგარი სცენარით, ყველაფერი აი რაც კი უნდა კონდეს სერიალს, მსახიობებიც არის top ერთ-ერთი top 5-ში მე შევიყვანდი ყველა დროის საუკეთესო სერიალებში. ხო და აი მან მისი პროდიუსერი არის დევიდ ჩეისი მე მგონი და ეს დევიდ ჩეისი იყო როგორი ტიპი იცი, აი რაღაცა ფილმებში პანკი რა, როკ-ენ-როლს თქონ, ბებერი პანკი როკ-ენ-როლში თუ რაღაცა რა, ხასიათი და თვისებებით ასე ვთქვი. ხო და მაგას უნდოდა რომ გაეკეთებინა, ნუ ეგეთი დედა იტალიელი ყავდა, თვითონ მე მგონი აღარ მახსოვს ირლანდიელი თუ რაღაცა და ანუ ნაწილობრივ სადღაც შეხება ქონდა და მოკლედ მოუნდა რომ გადაიღო რა, ანუ ჩვეულებრივ მაფიოზ ოჯახზე, ოღონდ მათი რუტინული ცხოვრება როგორია რა. იმიტომ რომ იქამდე ჩვენ თუ ნანახი ქონა სოპრანოს კლანი, ის არა სოპრანოს კლანი იყო და Godfather-ი ხო, ერთხელ ამერიკაში სადღაც ყველგან იყო რაღაც მხატვრული ფილმი, საათნახევარი, სადაც ამ ადამიანის
80% იყო თქვა ძალიან როგორ შექმნა იმპერია და რას როგორ მიაღწია ძალადობასთან დაკავშირებული და ბიზნესი და იქით 20% ხალი ან ვიღაცა რომელიც ძალიან უყვარდა მოუკლეს და ამიტომ მე ყველა პატიოთ რატო გადაუარა მთელ ნიუ-იორკს თქვა რა ეგ არის თემა და აბა რასიზმდა ესე რომ ეხა კოლეჯის პრობლემებით შვილი მოდის დონთან და დონით გას და პროშუტოს იღებს იქიდან რა ქვია მაცივიდან ჭამს და შორტშია მაგაზე მოგიყვებ მე ისტორიის შორტში რო არის მაგაზე ურეკავდნენ მაფიოზები მე იმას ჯეიმს გენდელფინის და ანუ ეგეთი რაღაცა ეგეთი პრობლემებით და ასე შემდეგ ყველამ თქვა უარი ანუ ყველგან სადაც მივიდა დევიდ ჩეისი და შეიტანა ფოქსი იქნებოდა თუ რავი 1000 რამეა კიდე ყველგან უთხრეს უარი მერე რომ მოვიდა აქ ანუ მისი არგუმენტი იყო HBO-ს ეუნებოდა ისევე როგორც ხვებს რომ ამიჯერეთო ანუ ბევრად მეტი საერთო აქვს იტალიელ მაფიოს ამერიკაში რომელიც ნუ ამერიკელ ბოს ხო რიგით ადამიანს რომ ვიდრე თქვენ გონიათ რა იმიტომ რომ ეს ტიპიც დადის ფსიქოლოგთან თავისი გონკები აქვს თავის რაღაცებს უყვება რომ აი ცოლთან სექსი ეს ისე საყვარლების თემები ისინი ესენი აბა ცოლსთან ორალური სექსი რო არ მოსულა მე ბავშვებს კოცნის მაგტუჩევითო ანუ ეგ ტიპები არიან რა და ეგეთ რაღაცებს მარტო მაფიოზები კი არა ჩვეულებრივი ადამიანები ფიქრობენ ყოველდღიურად ვიღაცა ტიპები ხო ამიტომ ბევრად უფრო მეტი საერთო აქვს და ნუ ამაზე ეს იყო დევიდ ჩეისის არგუმენტი რომ ადამიანებისთვის იქნება საინტერესო მიიღებენ როგორც ოჯახის წევრებად იმიტომ რომ ჩვენნაირები არც თუ ისე ჩვენგან განსხვავებული ტიპები არ არიან რა და საკმაოდ დიდი რისკი იყო კომერციულად რომ პირველად იმიტომ ექსპერიმენტი იყო ასეთი სახით მაფიოზზე ფილმის გადაღება და ნუ გამართლა და HBO-მა ეს მოკიდა ხელი და აი მაგიტო ძალიან დიდ პატივს ვცემ რომ თქვა სხვებივით არ მოიხსნენდა მართლა გარისკეს და მართლა რაღაცნაირად მე დაუფასდა HBO და სოპრანოს კლანი იყო ერთ-ერთი პირველი სერიალი რომელიც აი საპნის ოპერიდან ანუ TV შოუების ერა მოკლედ მე ეგრე ვიცი რომ იმენა სოპრანოს კლანიდან დაიწყო რა The Wire იყო კიდე ეგეც ჩემ ტოპ 5-იდან მე ორჯერ მაგან ახი ძალიან მიყვარს რა ხო ანუ აი მაკედან და HBO-ა აი მაგის სულის ჩამდგმელი ამ TV შოუების და მომენტ საბოლოო ჯამში ეგ გვაჩვენებს იმ ხარისხს და წევს იქამდე რომ საბოლოო ჯამში ხა Last of Us უყურებთ Game of Thrones უყურებთ ბევრი ისეთ ძალიან გაიზარდა ხარისხი ხა რა ადრე იყო ტროპიკანკა და დიდრების ტირიან და კასანდრა და რა ვიცი რაბინია იზაურა და რაღაცები ხო და ბლანკოს ქრივი ველური გული აურელები რამდენი გახსოვს დავინძრებული ესე რაღაც ის არის რა ქვია ფაილები მაქვს რომელიც ვერასდროს ვერ წაიშლება ხო და ეხლა უცებ შეგიძლია უყურო აი შენ თქმის არ იყოს ისეთი დონის სახეობრივი მერინ სტრიპია ნებისმიერი ხო ედრიან ბროუდი თამაშობდა ალესილ კეპებში რაღაცა ლამის ეპიზოდურ როლს თუ რაღაც ეგეთი რა ამიტომ ხო, ანუ ფინანსები გაიზარდა და შესაბამისად უკვე შეუძლეთ რომ სახეობები მოიყვანონ და მისცენ თავს ამის უფლება. მე სახეობებიც რომ ხედავენ რომ ანუ რაღაცა ძალიან საინტერესო ანუ მარტო კომერციულად კი არა, ანუ ღირებულებითაც ანუ ძალიან ისეთი ძლიერი, კარგად გაკეთებული, ანუ ხო, სახეობებისგან დაკომპლექტებული კარგი ფილმები არის. როცა ამას ხედავ თქვათ, ხო, უკვე და შენ თვითონაც ფანი ხდები ეგეთი ტიპების, ეგეთი რეჟისორების, რატომაც არა და მე იღებენ მონაწილეობას რა და ეს საერთო ჯამში ზრდის და ჩვენ ბავშვობაში ყოველ შემთხვევაში და ადრე როგორც იყო გაგება სერიალის რომ ამ დაჟე რომ ტეხავდა რა აიყო ბიჭო ამ ხელაპი სერიალებს უყურებს იცი რა ოაზე ხარ თუ გენო სერიალებს უყურებს რაღაც ეგ პონტი რო იყო ეხა დღეს ეგრე არ არის რა და როგორც ჩანს არა მარტო ჩვენთან იყო ეგ თემა იმიტომ რომ აი ამ თანამედროვე სერიალებს ეხა ეს ოფიციალურად TV შოუები ქვია მე როგორც ვიცი რა ანუ არის საპნის ოპერები არის TV შოუები არის აი ჩვენ რაზეც ეხა ვლაპარაკობთ ასე რომ თუ კითხავენ თქვა ხომ რომ TV ახალი TV შოუ გამოვიდა ხო ეგ სერიალს უყურებ არა მე TV სერიალებს ათი შეენუყურეთ. ხო და ჯეიმს გენდელფინიძე დამაგვიწდა მე თქო ერთხელ ყვება მაიკლ იმპერიოლი აი მეორე ვინც მის ტონის ძმისშვილის როლს ვინც თამაშობდა. მოკლედ ეს ყვება რომ ღამე ურეკავენო ჯეიმს გენდელფინის რა სახში რა და ეუბნებია რომ you doing good, you know, everything good, everything fine, keep that way, but remember boss never wears shorts. შანსი არ არისო, ბიჭო, ყველაფერი ჯიგარი ხარ, რა გიყურებ, ყველაფერი გაქცევ, ყველაფერი ლამაზად არის, ბრატ, მაგრამ რო იცოდე დონს შორტები. სხვათა შორის სერიალია The Offer ქვია რა, შემოთავაზება არის როგორ გადაიღეს ნათლია.
და მხატვრული სერიალია და მთელი ამბები, ანუ რომ ეწინააღმდეგებოდნენ ეს მაფია ამ ფილმის გადაღებებს და მე ეს პროდიუსერი ვინც იყო რომ აღარ მახსოვს სახელი რომ ელაპარაკებოდა მოლაპარაკებებზე მიდიოდა რაღაც პირობები დადო რომ აი სიტყვა მაფია საერთოდ არ ვახსენებთო რა თუ გინდა ვაფშე ფილმშიო და ისე გადავიღებთო რომ ვაფშე არ გამოჩნდებითო ისეთი ტიპებიო რა და ზუსტად ანუ აუხსნეს რომ ეს გამბინოს ოჯახზე უნებდა ხო რომ ნუ არა კოლომბო ხო კოლომბო კი რომ ეს ფილმი ოჯახზეა და არა რაღაცა უბედურებებზე და საშინელებებზე რასაც გაჩერდა კიდეც გადაღებები რაღაც კი ბევრი პრობლემა შეექმნათ კი ხო იქ თვითონ მოთხოვნა იყო კოლომბოს ოჯახის რომ იქ უნდა ყოფილიყო დამსწრე და სცენარის კი უნდა ეკონტროლებინა სცენარი უნდა გაეკონტროლებინა და ასე შემდეგ და მთელი ამბავი იყო ხო საინტერესო სერიალია ეგ არა ისე სხვათა შორის შენ რომელზე იძახდი ხა The Offer არა ხო თვითონ ეგ სერიალი კი მაგრამ Godfather-ზე ხო Godfather-ის ხო Godfather-ის ამავში კიდე საინტერესო ის იყო რომ ვინც მარიო პიუზო ხო მარიო პიუზომ როცა დაწერა ეს და წავიდა თვითონ მე ძალიან კაპიკი არ ქონდა რა უბრალოდ ძალიან უყვარდა ბანკოს თამაში რა ხო და მაშინ ხო underground გიწევდა ამ ბანკოს თამაში და რაღაცა და მოკლედ ძალიან დიდი კონტაქტები ქონდა და თან კიდე რაღაცნაირად თვითონაც იტალიელი რაღაცა ნანახი ქონდა ეს ყველაფერი და მოკლედ უმეტესობა რაღაცეები რაც ამ წიგნში არის მოთავსებული ხო სხვადასხვა story line-ები და ასე შემდეგ უმეტესობა აქ აგებული ესე ბანკოს თამაშის დროს რა და მე ნელ-ნელა აქედან გამომდინარე იმაშვებოდა რა ქვია ამ ისტორიებში შიგნით ჩადებდა ხოლმე და რო წავიდა თვითონ და ეს წიგნი დაწერა რაღაცა ერთ კვირაში დაბრუნდა თუ რაღაცა და წავიდა $100 და ჩამოვიდა უკვე ფაქტურად ძალიან მდიდარი, იმიტომ რომ ეგრევე ბესტსელერი გახდა, აი ეგრევე. კი. თორე მანდაც არსებობდა ისე სხვათა შორის ციგნზეც ბევრი ეჭვი ქონდა და საერთოდ არ ქონდა, აი ერთი წამითაც არ დამიშავა რომ ეგეთი პოპულარული გახდებოდა მოკლედ. კი. და კოპოლასთან ერთად მე სცენარად გადააკეთეს ყველაფერი და ერთად მუშაობდნენ ფაქტ პიუზოც და კოპოლაც და პროდიუსერი ვინც იყო რა. კი ბატონო. მე მგონი ძალიან ამომწურავად და ძალიან ბევრი და ძალიან კარგად ვილაპარაკეთ, ხო? ყოველთვის ბევრ თემას შევეხი. კი, ძალიან დარწმუნებულები ვიყავით, რომ ძალიან საინტერესო სტუმარი იქნებოდი და აი მართლა იდეალურად გამართლა ჩვენმა. ჩემთვისაც ასიამოვნო იყო სტუმრობა, მადლობა. მადლობა თქვენთან იყავით. ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვიზიარე ამდენი საინტერესო ფილმი, სერიალი, ესეც საინტერესო ისტორიები. ლაპარაკი მიყვარს. მოგვიყევი, ხო? დაუსრულებლად შემიძლია მეც რომ არ გავჩერდე. ცინოს გამოჯამთელება. ციკოს გამოჯამთელება. ციკოს უბრალოდ. აუცილებლად. ციკოს გამოჯამთელება. ციკო უნდა გამოვაჯამთელოთ რომ ეს თავისი სილამაზე და დააბრუნოს ჩვენს პოდკასტში. არ ჩვენ არ გვაკლია ეხა სილამაზე. ციკოს მაინც სხვანაირად შემოაქვს ეხა ეგრო ვთქვა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავი. მადლობა ილო. მადლობა ლაშა. მადლობა შენ და მადლობა ჩვენს მაყურებელს რომ ამ ყველაფერს უყურა და ჩვენთან დარჩა ბოლომდე. კარგად ზანდებოდეთ დროებით.